მადონა ჯავახიშვილი, ბორიენი. პროექტის სპონსორია წიგნების თარო ათენში, შენი ქართული კუთხე ევროპაში. იდეის ავტორი და მთხრობელი კახისიბოშვილი. ახმოვანებენ აკო შელია, ლელა გაჩეჩილაძე, ეკატერინე ლებანიძე, ირინა კოპალიანი, მარიამ უღრელიძე, ხათუნა ბოღრაშვილი, მამუკა ქაჯაია, ნიკოლოზ ტყავაძე. მეორე დილით მარია ანგელა იტალიისკენ მიაპოვდა ტალღებს. მაისის თბილი დღე იყო. ფირუზის ფერი ზღვა მზის ხივებს ბროლივით ირეკლავდა. გემბანზე მარია ანგელა და ძიძა მღეროდნენ. გოგონას ეთყობოდა, რომ შინ დაბრუნება ახარებდა. ავგუსტინი კი ისევ მუცხო კაცზე ფიქრობდა. ვერ გაეგო, შეშლილი იყო თუ სიმართლეს ამბობდა. რაღაცა მოუცნობი ამბებიც ხომ ხდება დედამიწაზე. ისეთი ადამიანის გონი რო ვერ ჩაწვდება ბოლომდე. პარანორმალური მოვლენები. თუმცა ცოტას თუ შეერა ამის. რამდენიმე დღიანი მგზავრობის შემდეგ გემი რომის პორტში შევიდა. ამოიკივლა დიდი საკვამურიდან და თითქოს მგზავრობით დაღლილმა ისეთი ოხშივარი ამოაყოლა, ცისფერიცა გააშავა წუთიერად. მერე დაწყნარდა. დაშოშმინდა და დასასვენებლად გაემზადა. ხომ მშვიდობაა, კაპიტანო? ასე ადრე არ გელოდით? ჰკითხა მოხუცმა მეზღვაურმა, რომელიც ასაკის გამო უკვე დიდი ხანია ზღვაში აღარ გადიოდა, თუმცა ჩვეულება ხომ რჯულზე უმტკიცესია. ისიც ყოველდილით ჩვეულების ამებრ პორტში მიდიოდა ხოლმე. სულ ზეპირად იცოდა გემების მოძრაობის განრიგი. დარიოსი დაბალი და ოდნავ ჩასუქებული კაცი იყო. სქელი და ჭაღარა ოლვაშები ჰქონდა. მელოტ თავზე მუდამ მეზღვაურის ქუდი ეხურა. თბილი და კეთილი ღიმილი ჰქონდა მოხუცს. მისამნებას ვერავინ ასწრებდა. ყველას გულთბილად მოიკითხავდა და მგზავრობის წინ გზასაც დაულოცავდა. გაბრაზებულს ვერასდროს ნახავდით. განსაკუთრებით ბავშვებს უყვარდათ ძია დარიოსი. მან საინტერესო ამბების მოყოლა იცოდა. უფროსებიც გულის ყურით უსმენდნენ, თუმცა მისი ამბობიდან უფრო მეტ ისტორიას ზღაპრად უფრო თვლიდნენ, ვიდრე სინამდვილედ. ამიტომაც ზოგი მას მეზღაპრე დარიოს უძახდა. ახლაც ჩვეული ყურადღებით მიუახლოვდა ავგუსტინს. ხელი ჩამოართვა და მოიკითხა. მშვიდობაა უფლის წყალობით. მარია ანგელა გაგვიხდა ავად. ცოტა შეგვაშინა. ექიმებმა უკან დაბრუნება გვირჩიეს. კარგადაც მოგცოულ ხარ. განა რომს რომელიმე ქალაქის ჯობია? ნახე, როგორ გადამწვანდა აქაურობა. ნახევარი საუკუნე მოგზაურე. დიდი ხანია ზღვაში აღარ გავსულ ვარ, მაგრამ ხანდახან ისეთ რყევას ვგრძნობ, თავი ისევ გემზე მგონია. სიბერის ბრალია ალბათ. გაეცინა დარიოს. ავგუსტინმა დაინახა ეტლი, რომელიც მათ წასაყვანად მოსულიყო. ახლა უნდა დაგტოვო, თუმცა კიდევ დიდი ხნით ვაპირებ რომში დარჩენას. როცა დრო და სურვილი გექნება, შინ მეწვიე. როგორც გამოცდილ მეზღვაურს რაღაც მინდა გიამბო. დიდი პატივია ჩემთვის. აუცილებლად გესტუმრებით. ამ შანსის დაკარგვა როგორ იქნება? გაიღიმა დარიოსმა და მწვანე ფერის თვალები სიხარულით აუციმციმდა. მერე ქუდი მოიხადა, ავგუსტინს თავი დაუხარა პატივისცემის ნიშნად და დაემშვიდობა. მთელი გზა ენა არ გაუჩერებია მარია ანგელას. გახარებული ხან ძიძას ეხუტებოდა, ხან მამას. რომის ქუჩებს ათვალიერებდა გაფაციცებით. უცნობ ადამიანებს ხელს უქნევდა და ესალმებოდა. შინ მისულებს მსახური ცოლქმარი დახვდათ. ისინი წლებია ამ ოჯახს ემსახურებიან. ალბათ ანგელა 12-13 წლის იქნებოდა, პირველად რომ მოვიდნენ აქ სამუშაოდ. ოფელიას სადილის მომზადება, დალაგება, თეთრეულის გარეცხო გაუთხოვება ევალებოდა. მუდამ მომღიმარი და მხიარული, ტანჩასხმული, სავსე მკერდით, მუქი წაბლისფერი თმებითა და ლამაზი თვალწარბით, ყოჩაღი და დაუზარელი ქალი იყო. მალევე მოხიბლა ემილი, რომელიც ფედერიკო ფელისიოს ოჯახში მის მისვლამდე მუშაობდა. ის ბახსოვლიდა, შეშას ჩეხდა და საყედლებზე მიდიოდა.
ბევრი მოახლე ჰყავდა ფედერიკოს, მაგრამ რაც ფედერიკო დაიღუპა, ავგუსტინმა არ ჩათვალა საჭიროდ ყველა მსახურის დატოვება, რადგან წელიწადში 7-8 თვე ის და მისი შვილი მოგზაურობდნენ. ეზოში მსახურთათვის განკუთვნილი 2 პატარა კოტეჯი იდგა. როდესაც ოფელია და ემილი დაქორწინდნენ, სახლის უფროსმა მათ ერთი კოტეჯი მთლიანად დაუთმო. იქ შეეძინათ შვილები და დღემდე მათთან ერთად ცხოვრობდნენ. ემილი და ოფელია ერთგული წესიერი ადამიანები იყვნენ, ამიტომ ავგუსტინს ოჯახის წევრები უყვარდა ისინი. ძალიან გაიხარეს, როცა სახლის პატრონი, მისი ქალიშვილი და ბერტა დაინახეს. როცა ადრე დაბრუნების მიზეზი გაიგეს, რასაკვირველია ახელდნენ. დიდება წმინდა მარიამს რომ მშვიდობით ჩამოვიდნენ, ახალგაზრდა ქალბატონიც კარგადაა. ახლა კარგი კვება და დასვენება სჭირდება. ამბობდა ოფელია და თან ცომს ზელდა. ისედაც იმდენი ტრაგედია გადაიტანა ამ ოჯახმა, ღმერთმა დაგვიფაროს. გაფიქრებაც მაშინებს. გაჩერდი ქალო, ეგრამ გაფიქრებინა. ვისი ბავშვი არ გამხდარა ავად? არ გახსოვს ჩვენი ბებიტო, პატარა რომ იყო ძლივს გამოვტაცეთ სიკვდილს ხელიდან. ამ ოჯახის წყალობით საჭმელი და წამალი არ მოხლებია. კაცრი კი იყო ბატონი ფედერიკო, მაგრამ გულის სიღრმეში კეთილი. აცხონოს უფალმა მისი სული. მახსოვს, აბა რა დამავიწყებს. წადი, ცოტა შეშა კიდევ შემოიტანე, ღუმელს შეუკეთე, რომ მალე გავამზადოთ საჭმელი. ნამგზავრები არიან, მოშივდებოდათ კიდეც. ოხ, ცეცხლი ხარ ჩემო ოფელია, ცეცხლი. თქვა კაცმა და ცოლს სიყვარულით შეავლო თვალი. საათმა, რომელიც კარადასავით იდგა მისაღები ოთახის კედელთან, ორჯერ ჩამოქრა. სუფრაც მზად იყო. ნაირ-ნაირი საჭმელი მოემზადებინა ოფელიას. ჯერ ავგუსტინი ჩამოვიდა მეორე სართულიდან. სულ რამდენიმე წუთში მარია ანგელა და ძიძაც მიუსხდნენ მაგიდას. ოფელიამ წითელი ღვინოც შემოიტანა ბატონისთვის. გემრიელად მიირთვით. თქვა და ოთახიდან გავიდა. გადიოდა თვეები და ავგუსტინი ადგილს ვეღარ პოულობდა. გული ისევ ზღვისკენ მიუწევდა. ცდილობდა რაიმე საქმე გამოენახა, რომ დრო გაეყვანა. ვერც ქალაქში სეინობამ, ვერც შვილთან თამაშმა და ვერც წიგნებმა ვერ გაუნელეს მოგზაურობის სურვილი. იმის გამო, რომ სულ ზღვაში იყო, ხმელეთზე მეგობარი არ ჰყავდა. ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე კაცისთვის ტყუილად ჯდომა სასჯელი უფროა ვიდრე დასვენება. გული სევდით ჰქონდა სავსე. ხანდახან უნდოდა ვინმესთვის გული გადაეშალა, მაგრამ ვისთან? ერთადერთი ვინც მოусმენდა მისი ბავშვობის მეგობარი, წმინდა პეტრეს ტაძრის მოხუტელი, აბელი იყო. უცებ გაახსენდა, რომ დიდი ხანია ტაძარში არ ყოფილა. არადაპირობა დადო, რომ მარია ანგელას გადარჩენის გამო უფალს მადლობას ეთყოდა და სანთელს აანთებდა. მაღლა სართულზე ავიდა და ანც ჩაიცვა და ეზოდან გავიდა. ტაძარი არც თუ ისე შორს იყო სახლიდან, ამიტომ ფეხით წასვლა ამჯობინა. სექტემბრის თბილი საღამო იყო. სიამოვნებდა ფეხით სიარული. ხედავდა გზაზე მოსეირნე შეყვარებულ წყვილებს და უხაროდა, რომ ცხოვრება გრძელდება, რომ ჯერ ისევ უყვართ. უხარიათ და იღიმებიან ადამიანები. გულის სიღრმეში სტკიოდა თავისი აუსრულებელი ოცნება. დარდში გატარებული წლები. მარტოობა და უიღბლობა. მალევე დამჭკნარი გაუხარებელი სიყვარული. უიმედო მომავალი, რომელიც ასე აშინებდა. მარია ანგელა, ბნელში ანთებული შუქი. მხოლოდ მისი თვალებით გასცქეროდა მომავალს. რამდენი ღამე გაუთენებია ამაზე ფიქრში. 10 წელი გავიდა. 10 წელი გავიდა, რაც ანგელა აღარ არის. განა ეს ცოტა დროა? ვინ რა იცის, რა ტკივილისა და მწუხარების გადატანა მოუწია ამ ხნის მანძილზე? რატომ? ხმამაღლა წამოიძახა ავგუსტინმა. გზაზე მიმავალი ქალბატონი მობრუნდა და გაკვირვებით ჰკითხა. მე მეუბნებით, სენიორ. მომიტევეთ, სენიორა. ფიქრებში გავერთე და რაღაც წამოვროშე. ეს სულაც არ არის კარგი. დარდი გქონიათ,
მხოლოდ დარდიანი ადამიანები ფიქრობენ ხმამაღლა. თქვა ქალმა და ლამაზი გიპიურის ქოლგა ხელში გამომწვევად დაატრიალა. თან ისე გაუღიმა, თითქოს მე ვიცი, მაგდარდის წამალიო. ავგუსტინმა ერთი კი შეხედა. მერე თავის ზრდილობიანად დაუკრა და გზა განაგრძო. როგორც ყოველთვის ტაძრის ეზოში ბევრი ხალხი ირეოდა. აქ იყვნენ წვრილმანებით მოვაჭრენი, რომლებიც მიდიოდნენ შეკრებილ ხალხთან და თავიანთ საქონელს თავაზობდნენ. ზოგი ალმაცერაც შეხედავდა და ზურგს შეაქცევდა, ზოგიც ინტერესით ათვალიერებდა საქონელს. იქ იყვნენ ბავშვებიც, მტრედებს რომ დასდევდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ. იყვნენ მათხოვრებიც, გაწვდილი ჭუჭყიანი ხელებით ტურისტებს დახმარებას თხოვდნენ. ხორდა ფულის გულისთვის ხშირად ჩხუბობდნენ ერთმანეთში. ახლა ავგუსტინს შემოეხვევნენ გარშემო და ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევდნენ. იმანაც ჯიბიდან ხურდაფული ამოიღო და სათითაოდ ჩაუყარა გამორულ ხელის გულებში. იქვე ქალაქის ჭორიკნებიც ჩამომსხდარიყვნენ გრძელ ხის სკამზე. გამომლელს ათვალიერებდნენ. მერე იმათი ცხოვრების დეტალებზე ჭორაობით ირთობდნენ თავს. რა თქმა უნდა, არც ავგუსტინი გამოჰპარვიათ თვალთა ხედვიდან. ერთმა მსუქანმა ქალმა იცნო და საუბრის თემაც გამოუჩნდათ. უყურეთ, ეს ავგუსტინი არაა? ფედერიკო ფელისიუსიძე. ასეთ დროს რომში რას აკეთებს? ხო, ავგუსტინია. ცხონებული ანგელას ქმარი. როგორ აკლია ჩვენი ტაძრის კედლებს იმ ანგელოზის ხმა. სირინოზივით გალობდა, სირინოზივით. მართლაც საოცარი ხმა ჰქონდა. ვინი ფიქრებდა სიცოცხლის ცავსე ქალის ასე უდროოდ გარდაცვალებას. მართლაც ულამაზესი იყო, ყველასგან გამორჩეული. ნეტავ ავად ხომ არ არის კაპიტანი? ავადმყოფობის რა ეტყობა? ვერ ხედავ რა მშვენივრად გამოიყურება. ეგ კიდევ უცოლად დადის. გადახვე გენაცვალე იმ ქალის დარდს. ნუ თუ ამ რომში მაგის მოსაწონი ქალი აღარ მოინახა. როგორ დავიჯერო, ახლა გულისწორი არ ყავს ახალგაზრდა ყველასათვის სასურველ სასიცოს. ეყოლება, მაგრამ ხალხს არ ანახებს. რატომ არ ანახობს? თვალი ხომ არ ეცემა. ალბათ კიდევ დიდხანს იჭორავებდნენ, რომ არა ის მოხუცი კაცი იქვე სკამზე რომ იჯდა და მოცლილ ქალებს დაუცაცხანა. საქმე დაგლევიათ. სხევთ ხართ ამ წმინდა ეზოში და ჭორავთ. აღარ მოგბეზრდათ სხვის ცხოვრებაში წვირების ჩაყოფა. რა, თქვენი უკვე დალაგებული გაქვთ. ადამიანს თავისი გასაჭირი არ აღყოფნის. სულ ახალგაზრდა დაქვრივდა. თქვენ კი დამსხდარ ხართ აქ და 1000 წელს წამებთ. ქალებმა ალმაცერად შეხედეს კაცს და მერე სხვა სკამზე გადასხდნენ ბუზღუნით. ესაა ცხოვრება. თავისუფლად ლაპარაკს არ აცლიან ადამიანს. ეგ ხომ ყველას ვექილი და დამცველია. მოცლილი თავადაა. სულ აგზის. გამობჟუტურებული ბებერი. მაგან ჯობია თავის მიშულს მიხედოს პომადა წასმული რომ დაბრძანდება პარიჟანკასავით. მართლაც მოხდენილი კაცი იყო ავგუსტინი. ნაცრისფერი, ტანზე კარგად მომდგარი კოსტუმი ეცვა, რომელიც ხაზს უსვამდა მის ათლეტურ აღნაგობას. ახალთა ხალი ყავისფერი მოკასინის ფირმის ფეხსაცმელები სარკესავით რომ პრიალებდა მზის სინათლეზე. წელში გამართული დადიოდა. ბევრი ქალი შესწრფოდა შორიდან და ოცნებობდა მის ცოლობაზე. ცხოვრების ბრალი იყო ალბათ, სახეზე სულ მკაცრი იერი ჰქონდა. ბევრი მასთან ახლოს მისვლასა და საუბარსაც ვერ ბედავდა. თავადაც არ ახსოვს ბოლოს როდის გაიცინა გულიანად, როდის იმხიარულა როგორც ახალგაზრდა ადამიანმა. არც ჭორიკანა ქალების მზერა გამოჰპარვია, მაგრამ თავი ისე დაიჭირა, ვითომ ისინი არც დაუნახავს. ნაბიჯს საუჩქარა. ტაძრის შესასვლელთან პირჯვარი გადაისახა. ქუდი მოიხადა და ტაძარში შევიდა. მარბარილოს იატაკი ისე პრიალებდა, გეგონებოდათ წყლის ზედაპირზე დადიხარო. მიქელანჯელოს გუმბათი ბალდახინის თავზე მიუწვდომლად მოჩანდა. კათედრის მარცხნივ პაპი პავლე მესამის საფლავი იყო, რომელიც მიქელანჯელოს მოსწავლის დელა პორტას მიერ იყო მოხატული. პიეტასთან ახლოს გრაფინია მატილდას საფლავს დაინახავდით. ბერნელისა და მისი მოწაფეების მიერ შექმნილი მონუმენტით. გრაფინია იყო პირველი ქალი, ვისაც ტაძარში დაკრძალვის პატივი ხვდა წილად.
ცენტრალური კარის თავს ამშვენებდა ასევე ბერნილის მიერ შექმნილი ბარელიეფი, რომელზედაც იესოს მიერ პეტრესთვის ციური სამეფოს გასაღების გადაცემის სცენა იყო გამოსახული. ავგუსტინმა კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი და ტაძრის სიღრმისკენ წავიდა. ტაძარი სავსე იყო მომლოცველებითა და უცხოელი დამთვალიერებლებით. ზოგი როგორც სამლოცველოს, ისე უყურებდა ამ წმინდა და ულამაზეს ტაძარს. ბევრისთვის კი ის ხელოვნებისა და კულტურის არაჩვეულებრივ ნიმუშს წარმოადგენდა. უკვე წლებია ავგუსტინს აღარც ახსარება ჩაუბარებია და არც ზიარება მიუღია. ანგელას სიკვდილის შემდეგ თითქოს რწმენა შეერყა. ამიტომ არც წირვალოცვებზე დადიოდა. იმაშიც არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა მამა აბელი მის გახსენებას. ალბათ საყვედურსაც ეთყოდა, რომ მოსწყდა დედა ეკლესიას და თავი მწუხარებას მისცა. იცოდა ავგუსტინმა რისი მოსმენაც მოუწევდა, თუმცა მზად იყო, რადგან ახლა ყველაზე მეტად უნდოდა ვინმესთვის გული გადაეშალა, იქნებ აბელს მოეხერხებინა მისთვის რწმენის დაბრუნება. მარია ანგელას ავადმყოფობა უფლის ნიშნად და გაფრთხილებად მიიღო. ამან უფრო გადააწყვეტინა დღეს აქ მოსვლა. გზად რამდენიმე მღვდელ მსახური შეხვდა. მიესალმა და ჰკითხა, სად შეიძლება პადრე აბელის ნახვა. ერთი ახალგაზრდა დეკანოზი წინ წაუძღვა. ყველაფერს გულის ყურით ათვალიერებდა ავგუსტინი. თითქოს აქ პირველად იყო. პირველი ბაზილიკა წმინდა პეტრეს საფლავზე 324 წელს დაიდგა კონსტანტინეს ბრძანებით, ხოლო თანამედროვე ტაძარი მე-16 საუკუნეში აშენდა თომანტო ბრანატეს პროექტის საფუძველზე. ერთდროულად რამდენიმე ცნობილი ხუროთმოძღვარი მონაწილეობდა და საუკუნეზე მეტი ხანი დასჭირდა, რომ დღემდე ასეთი სახით მოსულიყო წმინდა პეტრეს ტაძარი. დეკანოზმა ავგუსტინი პადრე აბელის ოთახამდე მიაცილა. ავგუსტინ, დაუჯერებელია, შენ ასეთ დროს რომში ხარ? თქვა პადრემ, ჯერ პირჯვარი გადასახა და მერე მეგობრულად გადაეხვია. ავგუსტინი მოძღვარს ჯერ მხარზე, მერე კი ხელზე ემთხვია. პადრე აბელი და ავგუსტინი ერთ უბანში გაიზარდნენ. დაწყებით სკოლაშიც ერთად სწავლობდნენ. მთელი ბავშვობა ერთად გაატარეს. აბელის მამაც მღვდელი იყო და შვილიც მის გზას გაჰყვა. აბელი ბავშვობიდან გამოირჩეოდა ადამიანების მიმართ ყურადღებით. ავგუსტინსაც ბევრი სასიამოვნო მოგონება აკავშირებდა მასთან. იმდენად თბილად მიიღო ბავშვობის მეგობარი პადრემ, რომ დაძაბულობა წამში მოეხსნა ავგუსტინს. აბელმა სთხოვა სკამზე დამჯდარიყო. აბა მომიყევი მეგობარო, როგორ ხარ? მარია ანგელა როგორა? ასეთ დროს რა ქარმა გადმოგაგდო რომში და მით უმეტეს ტაძარში. კარგად ვარ, პადრე. მარია ანგელაც კარგად აუფლის შეწევნით. ვისთან მოხვედი? მოძღვართან თუ მეგობართან? ახლა რომლის რჩევა უფრო გჭირდება? უცნაური კითხვა დასვა აბელმა. ავგუსტინი დაფიქრდა. ორივე მჭირდება, აბელ, მეგობარიც და მოძღვარიც. მეგობარი, ჩემი ადამიანური სიზუსტეები რომ გავანდო და მოძღვარი, რომელიც ღმერთამდე მიმავალი გზის პოვნაში დამეხმარება. კარგად მოიქეცი რომ მოხვედი. სულ გელოდებოდი. ვიცოდი რომ ისეთი გულის ადამიანი შენ რომ ხარ, დიდი ხანი ვერ გაძლებდა უფლის გარეშე. ცხოვრება უამრავ მახეს უგებს ადამიანს. განა ღმერთს უნდა რომ ვინმე მიწვალოს. არა ჩემო კარგო, უფალი სიყვარულია, სინათლე და სიცოცხლეა. რატომ უნდა უნდოდეს საყვარელი ადამიანების დაშორება? შემომქმედის გარეშე ჩვენ არავინ ვართ. მხოლოდ ისაა ნათელი გზა და სინათლე წუთის სოფელში. ავგუსტინმა უამბო მარია ანგელას ავადმყოფობის შესახებ აბელს. ალბათ უფალი გამოცდას მეწყობს. დასწინა ბოლოს ავგუსტინმა. არა ჩემო კარგო, უფალი გამოცდებს არ უტარებს ადამიანებს. არც ვინმეს სჯის, არც განსაცდელი მოდის უფლისაგან. ის ყველას და ყველაფრის შემომქმედია. მას იმაზე მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები. ეს ცხოვრებაა ასეთი.
წუთის ოფელს ახლავს შავი და თეთრი ფურცლები. იმ წუთის ოფელს თავად რომ შექმნა ადამიანმა. ხომ გახსოვს ქრისტეს გადაგებები? ზოგი კი, ზოგიც დამავიწყდა ალბათ. დაბნეული ცხვარი ხარ, უფლის ცხვარი. ხო და თელ ფარას მიატოვებს მწყემსი და წავა იმ ერთის საძებნელად. აქ ერთი კაცი დადის ყოველდღე. ცოლშვილი დაეღუპა იმ საწყალს შარშან. დიდი წყალდიდობის დროს. თავადაც სასწაულით გადაურჩა. ახლა კი ტირის და მოთქვამს, რატომ გადამარჩინეო? თავს იდანაშაულებს ცოცხალი რომა. შენ როგორ ფიქრობ? დამნაშავეა რომ გადარჩა? არა, რა თქმა უნდა, წყალდიდობა მას ხომ არ მოუხდენია. ღმერთმა მოახდინა ეს? ალბათ არა, უფრო ბუნების ბრალია, მაგრამ ბუნებაც ხომ ღმერთმა შექმნა. გონიერი კაცი ხარ. შენ რას ურჩევდე იმ კაცს? როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება? მე არც ისეთი ჭკვიანი ვარ, ვინმეს რომ ვურჩიო. კარგად იცი, ბევრი ლაპარაკიც არ მიყვარს. ხო, მაგრამ შენთან რომ მოსულიყო ის კაცი და ეკითხა, რა ვქნა, როგორ მოვიქცეო, რას ეტყოდი? რადგან არ მოკვდა, ალბათ ასე იყო საჭირო. ახლა ცხოვრება უნდა გააგრძელოს. განა რამდენ ხანს გაუძლებს გლოვას და ტირილს? ავგუსტინი ჩაფიქრდა. ლოცვა უნდა განაგრძოს თუ ღმერთს დააბრალოს საკუთარი უბედურება. რომ გაბრაზდეს რა შეიცვლება, მკვდრები ხომ არ გაცოცხლდებიან. ვერაფერ შეცვლის, უფრო მეტი დარდითა და ბოღმით გაევსება გული. ეს კი სხვა ადამიანებსაც ზიანს მოუტანს. აბელმა გაუხიმა და მეგობრულად მოხვია მხარზე ხელი. როგორ ფიქრობ, იმ კაცმა რომ ნახოს ვინმე იხრჩობა, უნდა გადაარჩინოს თუ საკუთარ ბედზე გაბრაზებულმა ზურგი აქციოს გაჭირებაში ჩავარდნილ ადამიანს? უნდა გადაარჩინო, რა თქმა უნდა. ხო და რას უდგეხარ? გააგრძელე ცხოვრება. ჯერ საკუთარი თავი გადაარჩინე, მერე გარშემო მყოფი ადამიანები გააბედნიერე. დაუსვი წერტილი ამ გლოვას. რა იცი ხვალ, ვის დასჭირდეს შენი თანადგომა? ხომ ხედავ, 10 წელი გავიდა. ცხოვრება სიზმარივითაა. გუშინდელივით მახსოვს, როგორ თამაშობდით კოჭობანას. დღეს კი ორივენის დასტული კაცები ვართ. შენ რა გონია, გემით გაქცევა გამოსავალია? ვერავინ გაექცევა საკუთარ თავს. თვალებში ჩახედო შენ შიშს, დარდსა და მწუხარებას. თვალი თვალში გაუყარო და უთხრა, ვიცი რომ აქ ხარ, მაგრამ მე შენი არ მეშინია. მე შენზე დიდი ვარ, შენზე ძლიერი. მაშინ შიშიც დაპატარავდება და გაქრება. ასე დაემართება მწუხარებასაც. ხო და როცა ისინი გაქრებიან, ახალი გრძნობებისთვის დარჩება გულში ადგილი. ამ გრძნობას სიყვარული და ბედნიერება ჰქვია. ხავს მოდებულ დოქში ყველაზე ანკარა მთის წყალი რომ ჩაასხა წახდება. ჯერ დოქი უნდა გარეცხო. ავგუსტინი ჩაფიქრდა. მართალი იყო აბელი. თავად იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ საკუთარ ფიქრებთან გამკლავება უჭირდა. მაგაზე მეც ბევრჯერ ვიფიქრებ ადრე. განა შეიძლება არ მეფიქრა. მაგრამ სუსტი ყოფილვარ და მშიშარა. ცხოვრების მეშინია. ვერაფრით გაუსწორე თვალი რეალობას. რა ვქნა, რომ ვერ ვივიწყებ ანგელას, მის ფერმთალ სახეს. მარმარილოსავით ჩამოთვლილ გაყინულ თითებს. ის ჩემზე ძლიერი იყო. მან სიცოცხლით სიკვდილი დაამარცხა. ეს თქვა ავგუსტინმა და ცრემლები გადმოსცვიოდა. ახლა ის დარდმა კი არა, საკუთარმა სისუსტემ და უძლურება მაატირა. მხოლოდ აბელის წინაშე შეეძლო ასე საკუთარი თავისა და გრძნობების გაშიშვლება. დაიღალა ძლიერი კაცის ნიღბის ტარებით. ამიტომაც მოვიდა აქ. ახლა მას სწორედ ისეთი ადამიანი სჭირდებოდა, ვინც ფარდას ახდიდა მის შეფუთულ სიძლიერეს და არა ის, ვინც თავზე ხელს გადაუსვამდა თანაგრძნობით და მასთან ერთად ატირდებოდა. როგორ ფიქრობ, პადრე?
შევძლებ ხელახლა საკუთარი თავის პოვნას. შენ დღეს უკვე გამოთქვი ამის სურვილი. გახსოვდეს, ვინც არ დაცემულა, იმან არ იცის ფეხზე ადგომის ბედნიერება. ძალიან უნდა გეტკინოს, რომ საკუთარი თავის ზებნა დაიწყო. სწორედ ამაზე ამბობდა იესო. სამოთხეში შემოვლენ დიდი გასაჭირიდან მოსულები. სამოთხე ხომ ჩვენშია. როცა საკუთარ თავს იპოვრი, შენ უკვე ღვთის სახლში სამოთხეში ხარ. ცოტა ხნის წინ ამ ოთახში შინაგანი ეგოთი დაუძლურებელი კაცი შემოვიდა. აქედან კი გამოხვიძებული საკუთარი რაობის მაძიებელი კაცი გავა. მე მჯერა შენი და შენც უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, პატრე. მადლობა მხოლოდ შემოქმედს ეკუთვნის. ყველანი ცოდვის შვილები ვართ. საკუთარი ეგოიზმით შეპყრობილები. შენ რა გგონია? ეს ანაფორა უცოდველობის გარანტია? არა მეგობარო. მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც შენ და ყველა დანარჩენი. იმედია კიდევ მოხვალ. ჩვენ ჯერ საუბარი ხმარ დაგვიმთავრებია. გაუღიმა აბელმა და თავზე ხელი დაადო. მერე პერჯვარი გადასახა და მეგობრულად უთხრა. აქ შენი ბავშვობის მეგობარი გელოდება. კიდევ მოვალ, აუცილებლად მოვალ. ხელზე აკოცა ავგუსტინმა და ოთახიდან გამოვიდა. ახლა უფრო მსუბუქი ნაბიჯებით მიაბიჯებდა. თითქოს ბრმა იყო და თვალი აეხილა. მაგრამ ისიც იცოდა, რომ ასე მარტივად არ მთავრდება ისეთი გრძნობები, რომლებიც უკვე დიდი ხანია სულსა და გულში იყო ჩაბუდებული. სახლში მისვლას არ ჩქარობდა. უნდოდა დიდხანს გაგრძელებულიყო ეს დღე. ეფიქრა იმაზე, რაც აბელმა უთხრა. ამიტომ ღარიბების უბანში წავიდა. იქ, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა. იქნებ ძველი მეზობელიც შეხვედროდა სადმე. ფაეტონი გააჩერა. გაკვირვებული უყურებდა მე ფაეტონემ დიდრულად გამოწყობილ კაცს, რომელიც ღარიბების უბანში წაყვანას თხოვდა. რამდენიმე წუთში ფაეტონი დანიშნულების ადგილას მივიდა. ზღვას მლაშე და გრილი ჰაერი მოჰქონდა. ავგუსტინს ესიამოვნა. სრულიად სხვა გარემოში აღმოჩნდა. ბარაკები, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა, აღარსად ჩანდა. ქოხების ადგილას ფეხსაცმლის დიდი ფაბრიკა დახვდა. არც მეზობლები, არც ძველი დუქანი. ყველაფერი შეუცვლიათ. დარდიანად გადააქნია თავი. ნეტავის ხალხისაც წავიდა, აქ რომ ცხოვრობდაო, გაიფიქრა. მერე კი იმით დაიმშვიდა გული, ალბათ ფაბრიკაში მუშაობენ და უკეთესი საცხოვრებელი იშოვესო. ახლა პირდაპირ შეეჩეხა დროის დაუნდობლობას. თითქოს გუშინ ამ ქუჩაზე დარბოდა, დღეს კი იქვე დიდლოძე ჩამოჭდა და წარსულში გადაეშვა. გაახსენდა დედის დაღლილი, მაგრამ სულ მომღიმარე სახე, სიმშვიდე რომ ანათებდა მისი თვალებიდან. ახლაც თითქოს ყურში ჩაესმა დედის ხავერდოვანი ხმა და ის სიმღერა ბავშვობისას რომ უმღეროდა. დაძმაც გაახსენდა. წლებია მათი ამბავი არ გაუგია და არც მოუძებნია ისინი. ძმა კანადაში წავიდა წლების წინ, მაგრამ ერთხელაც არ მოუწერია მისთვის წერილი. შერწყო საკუთარი უყურადღებობის გამო. იქნებ ცოლშვილიც ჰყავს, იქნებ მას ჩემზე მეტად უჭირს და ანა ჩემი მზრუნველი დაიგო. რამდენჯერ გაუყვია ავგუსტინისთვის თავისი წილი პური და ყველი. უფროსი იყო და შვილივით უვლიდა ძმას დედის გარდაცვალების შემდეგ. სანამ ავგუსტინი არ დავაშკაცდა და ზღვაში არ გავიდა სამუშაოდ, იქამდე არ გათხოვდა. მერე კი ვენეციელ ვაჭარს გაჰყვა ცოლად. მას შემდეგ რომში აღარ ჩამოსულა. დიდხანს იჯდა ასე, მამაც გაიხსენა. მღვდელი, რომელიც უკანასკნელ გროშებს ურიგებდა მასზე მეტად გაჭირვებულებს. პირჯვარს გადაიწერდა და იტყოდა: ვის რა წაუღია ამ ქვეყნად ჩვენ რომ წავიღოთ? არასდროს უბრალდებოდა შვილებს, რაც არ უნდა ეცელქათ.
კალთაში ჩაისვამდა და ქრისტეს იგავებით არიგებდა ჭკუას. 13 წლის იყო ავგუსტინი მამა რომ გარდაიცვალა. გაიხსანა ძია ჟოზეფი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ზრუნავდა დის შვილებზე. 15 წლისა სრულიად დაუბრუნდა. მაშინ გაჩერდა მისი ბავშვობის საათი. ბევრი საყვარელი ადამიანი დაკარგა ცხოვრებაში. თითქოს მისთვის მოიცალა ცხოვრების მუხანათობა. არ უნდა ისევ სიკვდილზე ფიქრი. პატრეს ხომ დარკვირდა, რომ ახლებურად გააგრძელებდა ცხოვრებას, მაგრამ ყველა გზა თავისით მიდიოდა უბედურების ნაპირთან. ყველა მოგონება შავი ან ნაცრისფერი იყო. ფიქრებში გართულს ისე მიუახლოვდა მოხუცი მეთევზე, ვერც კი გაიგო. კაცი გვერდით მის ჩდომოდა და ელოდებოდა, როდის შეამჩნევდა ჩაფიქრებული მდიდარი სენიორი. ავგუსტინი შეცბა წვერიანი ჩიაკაცის დანახვისას. სიღარიბე და გაჭირვება გამოსჭვიოდა ამ კაცის სახიდან. უკაცრავად. არ მინდოდა თქვენი შეშინება. არაფერია. წასვლას ვაპირებდი. ვიცი, მდიდარი კაცი ბრძანდებით. რა საკადრისია ჩემისთან აღარებ მეთევზესთან საუბარი. ავგუსტინს შერცხვა. არ უნდა და ასე ფიქრა მოხუცს. შეიძლება ისეთი მოხუციც არ იყო ეს კაცი, მაგრამ სიღარიბეს და მძიმე შრომას დაებეჩავებინა. წვერებში რამდენიმე ჩაშავებული კბილი მოუჩანდა. დაკოჟრილი ხალფეხი კი ალაგ-ალაგ დახეთქოდა. ოფლისა და თევზის სუნი ასდიოდა. ავგუსტინი ლოდის ბოლოში ჩამოჯდა. მოხუცი სათნო სახით უმზერდა. სახეზე უბრალო, კეთილი ღიმილი ეფინა. ერთი რამე შეიძლება გკითხოთ? მორიდებით უთხრა მეთევზემ. მკითხეთ. აქ საიდან მოხვიდით მდიდარი და წარჩინებული სენიორი? რატომ? აქ ხალხი არ დადის? ხალხი როგორ არ დადის, მაგრამ მდიდრები არ დადიან. ამიტომაც მოვედი, რომ დაგინახეთ. ვიფიქრე, რამე ხომ არ უჭირს მეთქი. იქნებ გზაგებნათ ან სულაც უცხოელი ხართ. ძია კაცო. ვინმესგან დახმარება ალბათ მეტნაკლებად ყველას გჭირდება. მთელი ცხოვრება აქ გავატარე. უწინა აქ ქოხები იყო. ხელი გაიშვირა ფაბრიკისკენ გასმა. შვილებიც აქ გამოვზარდე. იქ კი ცალთვალა მარსელოს დუქანი იყო. მეთევზემ გაოცება ვერ დამალა. შენ საიდან იცი? ძია კაცო. რომ გითხრა აქ დავიბადე და გავიზარდე მეთქი. დამიჯერებ. რა უფლება მაქვს? თქვენისთან სენიორს არ დავითანხმობ, თუმცა კი მართლა დაუჯერებელია. ვისი შვილი ხარ? მხდელი გაბრიელი, გაგონილი გექნება. უყურე ამას. გაგონილი მექნება კი არა, იმის სულს თხემდებლოცავ. იმდენი მადლი აქვს ჩემთვის გაკეთებული, ის რომ არა შიმშილით დამეხოცებოდნენ ბავშვები. ავგუსტინი ხარ? თქვა მოხუცმა და ხმა უკანგალდა. ბევრი მსმენია შენზე, მაგრამ ახლოდან დიდი ხანია არ მინახავ ხარ. ჯერ ისევ ბავშვი იყავი აქაურობა რომ დატოვე. აი თურმე აქ რა მოგიყვანა. მეც არ გამიკვირდა. როდის იყო მდიდრები აქ მოდიოდნენ? ჩვენიანი ხარ. ჩვენი ტკივილი შენთვის უცხო არაა. ასეა ჩემო კარგო, მეზობლების ნახვა მინდოდა. ბავშვობის გახსენება. მაგრამ აქ ძველი აღარაფერი დამხვდა. ის ხალხისაც წავიდა, ვინც აქ ცხოვრობდა. ეგ გრძელი ამბავია. მოდი მოკლედ მოგიყვები. ასე 7-8 წლის წინ ამერიკიდან დაბრუნებული ერთი იტალიელი კაცი ჩამოვიდა. ზოგი ამბობს სიცილიელიაო, ზოგმაც ფლორენციიდანაა. ერთი სიტყვით ეგ არავინ იცის. დიდი ფული უშოვია ამერიკაში. იმასაც ამბობდნენ მაფიაში იყო, ისიც თქვეს თაღლითიაო. ისე საშიში კაცი ჩანდა. არც მისი სახელი და გვარი იცის ვინმე. კაცმა ჩემოდნით ფული მოიტანა. დამშეულ ხალხსაც მეტი რა უნდოდა. სულ მოგთად მიჰყიდეს სახლკარი. ახლა იტყვი რა სახლკარიც ეგ იყო, მაგრამ
სადაც ცხოვრობ, შენი სახლიც ისაა. მე წინააღმდეგი ვიყავი, იმ კაცმა ხალხი მომიგზავნა. ან მიწას მომყიდი, ან მაგ მიწაშივე დაგმარხავთო. ჩემი თავის დარდი არ მქონდა, მაგრამ შემეშინდა. ჩემი ოჯახისთვის არ მოეტანა ზიანი. ის ისეთი უცხირპირო კაცი ჩანდა, ფულის გულისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი. მე წერა-კითხვაც არ ვიცოდი. სად უნდა მეჩივლო? ფული მე არ მქონდა, რომ ვეხილი და მექირავებინა. სამართალიც და კანონებიც მდიდრებზეა მორგებული. მოცემული ფულით გოგო გავათხოვე, ცოტაც ჩამბიჭს რაიმონდოს მივეცი ამერიკაში წასასვლელად. დამპირდა ვიმუშავებ, ფულს მოვაგროვებ და იმაზე უკეთეს სახლს ვიყიდითო. შენც არ მომეკვდე. იმას ჯერ იქიდან არაფერი გამოუგზავნია. მე და ჩემი ცოლი კი სანაპიროზე ერთ პატარა ქოხში ვცხოვრობთ. მან ძიანიკო ცხოვრობდა. იმან შეგვიფარა. ძიანიკოც დაიღუპა და ჩავრჩით მე და ჩემი ქალი იმ ქოხში. მაშ რაიმონდის მამა ხარ არა? ხო, იმ მამაძაღლის მამა ვარ. თქვა მოხუცმა და თვალზე ცრემლი მოიმშრალა. ეთყობოდა მის მახსენებამ მონატრების ტკივილი გაახსენა. ბავშვობაში ერთად თამაშობდით. რამდენჯერ გვიჩხუბია, მახსოვს ერთი გოგო მოგწონდა ორივეს. ის გოგო ზედაც არ გვიყურებდა, მაგრამ ერთ დღეს ისე დავალუჯით ერთმანეთი, ერთი კვირა სახლიდან არ გამოვდიოდით. კარგი იყო ბავშვობა, ღარიბი, მაგრამ ბედნიერი ვიყავი მაშინ. მოხუცი მიხვდა, რომ ავგუსტინს რაღაც დარდი აწუხებდა. იცოდა ახალგაზრდა მეუღლე რომ დაეღუპა 10 წლის წინ, მაგრამ ამაზე ხმაც არ ამოუღია. არ უნდოდა ცეცხლმოკიდებულ გულზე ნავთი დაესხა და გაჩუმდა. დიდხანს ისხდნენ ასე ჩუმად. ავგუსტინს ბავშვობამ კინოფილმივით ჩაურბინა თვალწინ. მოხუცი კი იმაზე დაფიქრდა, რომ ამ წუთის სოფელში მდიდარსაც და ღარიბსაც თავისი წილი სადარდებელი აქვს გულით სატარებელი. მზე უკვე ზღვაში ეშვებოდა. უკანასკნელ სხივებს აგროვებდა დედამიწიდან. მერე ჩაყურყუმელავდა ფირუზის ფერსივცეში. ზღვას ზოწვის ფერი ზეწარი გადააფარა და დაიძინა. ავგუსტინი ფეხზე წამოდგა, მოხუცს ხელი გაუწოდა დასამშვიდობებლად. გამიხარდა შენი ნახვა კეთილო კაცო. მერე ჯიბიდან ქაღალდის ფული ამოიღო, მეთევს ეს გაუწოდა და უთხრა. აი, გამომართვი და ჩემს სახელზე ლუდი დალიე. თუ მეზობლებიც ნახო სადმე დაპატიჟე და მამა ჩემი შესანდობარი თქვით. თუ სურვილი გექნება, შემომიარე. ალალი კაცი ხარ ავგუსტინ. კარგი მამის შვილი. ღმერთმა დაგლოცოს. აუცილებლად დავპატიჟებ ბიჭებს და შენს მოგითხვასაც გადავწე. ავგუსტინი ჩვეული ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა სანაპიროს, უკან აღარ მოუხედავს. მოხუცი კიდევ დიდხანს იჯდა ლოდზე, გაყურებდა გზას, სანამ კაპიტანი თვალთახედვას მიეფარა. ავგუსტინთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაახსენა კეთილი მღვდელი გაბრიელი. უფალმა გაანათლოს მისი სული. თქვა ხმამაღლა, პირჯვარი გადაიწერა, ზეცას ახედა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ქვიშიან გზას. ზღვას მლაშე, გრილი ნიავი მოჰქონდა ნაპირზე. რეგრიგობით წვებოდნენ ტალღები. განამოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ედარდოს წარსულზე და არ ეოცნებოს მომავალზე. უფრო მეტიც, უმეტესობა ამ ორ დროში ცხოვრობს. აწმყოში ცხოვრებას ვეღარ ასწრებს. არადა, მხოლოდ აწმყოა რეალური დრო. ბევრჯერ დროში იკარგებიან ადამიანები, უფრო სწორად ჩარჩებიან ხოლმე. მაგალითად, ავგუსტინი, ის მხოლოდ წარსულში ცხოვრობს. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს აპირებს დროის ამ მონაკვეთში ცხოვრებას. ან თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც მას ამ ჭიდან ამოიყვანს. მე თუ მკითხავთ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენსავე თავს ვუშველოთ და საერთოდაც, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენივე ფიქრების შედეგია. ვიცი, ახლა მეტყვით, განა ოცნებობს ვინმე ცუდ მომავალზე.
ალბათ ასე კონკრეტულად არა, თუმცა არასასურველი ფიქრები ისევ უარყოფითს ქმნიან. მიზიდულობის კანონი აქაც მოქმედებს. ალბათ ჯობია ისევ ჩვენს წიგნს დავუბრუნდეთ, თორემ ეს იმხელა თემა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მე მხოლოდ ერთ რამეს გირჩევთ. დატოვეთ წარსული იქ, სადაც არის. არ შეხვიდეთ მომავალში, სანამ კარი არ გაიღება და იცხოვრეთ ამ წუთით. დადგმით ამ წამით, რადგან ერთი წუთის შემდეგ ისიც წარსულს ჩაბარდება. კარგი იქნებოდა ავგუსტინსაც რომ სოდნოდა ეს. შეიძლება იცოდა კიდეც, მაგრამ ძალა არ ყოფნიდა.